თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავეცნო. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჭღინს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურვას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ია დარახველიძესაც, რომელსაც ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა. თავდაპირველად სხდომაზე მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დარახველიძეს 3 წელს უსჯიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მან განაჩენის გამოცხადებისას შეცდომა დაუშვა. ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე პატიმრობაში არ იმყოფებოდნენ, მათ აღკვეთი ღონისძიების სახით გირა ჰქონდათ შეფარდებული. ჩახუნაშვილს ხელბორკილები დღეს სხდომათა დარბაზში დაადეს, რაც შეეხება დარახველიძეს, ის პროცესს არ ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით დარახველიძე საზღვარგარეთ იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით მასზე ძებნა გამოცხადდა. სასამართლომ სრულად გაეზიარა ბრალდების მხარისკენ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დანაშაულები წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სრულად მის მიმართ საქმე დასრულებული იყო არსებითი განხილვის შედეგად. მოიტანა სასამართლომ გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა არის უკანონო და უსაბუთებელი, შეუძლებელი არის რაიმე სახის არგუმენტაცია ჩვენ მომავალში თუნდაც წავიკითხოთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დაიწერება მოსამართლის მიერ. უნდა გამოიტანა ხოლმე და ხოლმე ერთი გადაწყვეტილება, როგორცაც გაამართლებელი განაჩენი. თავადო გამართა სასამართლომ, როგორც კი იქნება შესაბამისი უწყების მიერ ან ჩაბარება იასი ან დაკავება აითვლება მისი სასჯელის ვადა. ამ ეპიზოდში 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა 8 მათგანს ევა შაშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ. კიდევ ერთ ბრალდებულ ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდა 3 წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან გადაიფიქრა შეთანხმება. მან სოლიდარობა გამოუცხადა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას და შიმშილობა დაანონსა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. სამხედრო პრობლემის მაგალითები ეთნიკურ გამოძიებული ორგანიზებული დასწრებული. ამერიკაში ყურებულმა ხელისუფლება დამტოვა შემოთავაზებულის ამავე პავლეს მოროზოვი მაგიავის გასაგები მეორე დამტოვა სიცოცხლე ზა მეორე ჯობროს სიცოცხლე და დღეიდან ამოწუთიდან როგორი საათია ეს აღწერა ხო შეიძლება დაიწყოს მისცემ შიშრობას სანამ ის ჩვენი დროის ოაღლესი გმირი უდანაშაული პოლიტიკური პატიმარი ქალბატონი ელენე ხოშტარია არ განთავისუფლდება პატიმრობით ვახსენებდა მოუწოდეთ ციხეში სამრობი ჩართული შემოგვიყვეს მეადეს ვიტრადა შეგაცნო სულაც არ მინდოდა პრესტავზე დაუკლეს მახვილები დავიდებული ყოველ ეროვნული იჩიე ამოსი მე ვიქნები ვერ დაუკლეს მახვილები მაგრამ კიდევ აქვს შანსი 100% და 1% დარჩენის სანამ ჯადოსულ ჩამოს გაჩამუშავ და იმიჩებს აი ეს მეორე როლსაც მე მანამდე არ ვიცი რომლებსაც 4 ოქტომბერს თბილისის სისხლისღვრას გადაარჩიეს. მერტის პოტენციალ პრეზიდენტში მასალა ვიზარაც იქნები მოხდებული პარლამენტის მერამდე და გამოსიდეს ციხისეკიმება. მithres გადაყო თუ როლა დაგეწყო. პარტიის უნარობა შესაძლოა გადავიდა პარტიას მოხდების პერიოდში. თუ ეს მინდა ენაცოლო ჩემი და ერთმანეთი გავი თუ ვის მე ამ შეუძლია წელი შეიტანოს საქართველოს სამოქალაქო არ მოხდეს ეს ვერ შეიძლება დახდეთ გმირი საქართველოს. დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმაც. მან სხდომაზე ახსნა, რატომ იყო აქციაზე და როგორ მოხვდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში. მისი თქმით, ის აქციაზე იყო და როცა ვითარება აირია თავისი როგორც ექიმის საჭიროება დაინახა და ეზოში შევიდა. მე რაც გამიმაგრე 4 წუთში ვიყავი და ინფორმაციო 4-დან 9-მდე როდესაც შეფასაში მოვწადო მე არც გაგწევ არც გაგავაურო მოქმედები პროფესიონალური მოთხოვნების მიხედვით დიალოგი შევიდე ჩემი საქმიანობა გავაკეთე და დაახლოებით 28 წელი ვიყავი ეს ვიდეოზე ჩანდა შემდეგ გამოვიდა მე ეში მეცდა გამოყენე ალი ფიზიოლოგიური კარი, რომელიც საჭიროების სამერ
გამოვიყენე 230,000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი მე მყავს საქართველოში უფასოდ გასიჯული. ყველა პარტიის გამონიტორში გადამირჩენია მე იმ დღეს მოქმედები ინსტინქტის დონეზე. ეხლა გამაგრული ლუკა და ვიყო რაღაც საშიშველის წინაშე იგივე გავაკეთები. გარვარჯადის რეგულარულად იმას რაც არის გასწრებია, თუმცა ეხლა ვიცნობ და შინაგანად უკვე არადოს აღარ ბოდიშის მოხდა გამიჩნდებოდა თუ ეს იქნებოდა მოსახლეობა. გამოგატანებითი აქ ისე გავხდი რომ არც სამართლიო არც რაღაც ისეთი საქმე არ ჩამიგენია რომ ბოდიში მოგეხადა თან არადარეკებულ საქმეს. ეს გავხდია სიზმარში, ახლა გამოვიქცევი, კიდე გავაანალიზებ ყველაფერს. განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვა თქვეს სხვა ბრალდებულებმაც. მაინც ვერ ვიცი, ის ასე ახლები თქვენი და დამოუკიდებლობა. აი ამ ერთი აბსოლუტური სისტემა. და ამის სულში ჩავარდა და მე ასე იარაღი ხელში პრეზიდენტის ადავს აღებას იერიში ჯგუფა როცა მე ჭიშკარდა მიგედა რომ ადამიანს ვახერხე ჭიშკარდა ნაბიჯი წარშენისგან შევი მიტო აბონია საერთოდ და პროგრამა საერთოდ ამას ვერ ვიყავ და თქვენ თუნდაც დამატებული პროფესიონალიზმი ამის უფლებას და თქვენი თავის პრეზიდენტის იბანო გაზე აი თქვენ ოჯახში მოვა არც როცა გამოვიდე ოჯახის წარმომადგენლისა და ამდენი ციხე მე და ვიჟები პრეზიდენტი მე ამას ვიტყვი ამას შევასწავლე მე ვერაფერს ვერ ვიზამ და ვერაფერს ვერ ვიტყოდა ჯერ როგორ ყავდა როგორ ამის და როგორ ვიტყვი და დაიწყო თუ სამაშალია და კი რამე სამაშალია ეს მოაგერო იმათო მაგია უშე ანუ ხო Adri Arasedi qua isava ai realmente hanno solo oriente ai sanci bolosi sai che sai che quando c'è guarda vediamo le voci sanno di altre preparazioni io devi la gente vuole sanno di discussione tutti sempre a portare comunque Victor Canova come la fa assolutamente მეჩემის სიმდისნა გამოგინარე ისინა შემოყოლება გერეთი იმას აღაშენებული ეს აზრში სულ გაგეთული მოსწავლე გამოგინარე ერთმა დაასახელა რომ ჩვენი სიმდისნა არის ვერცობი მე გამოგინარე ჩვენი ბრალდება ვარქნერა რუსეთში საქართველოს ინტერესებს ვიცოდე და დაასახელეს მომავალში 4 ოქტომბრის საქმეზე საერთო ჯამში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმება 22-ს გაუფორმდა. მანამდე 7 მაისს ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე გამოცხადდა განაჩენი. საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს, პოლიტიკოსებს მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, თადარიგის პოლკოვნიკს ლაშა ბერიძეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თორნიკემ ჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჭხვერკიას და გური ჟვანიას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს კი 2 წლით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.